რას ნიშნავს სამშენებლო კონსალტინგი და სამშენებლო ზედამხედველი? მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის პროფესიონალი მშენებელი, რომელიც იცავს დამკვეთის ინტერესს. ბევრს გასჩენია ის შეკითხვა, რომ მინდა მშენებლობის დაწყება, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო, როგორ დავიწყო, ვიპოვე სამშენებლო ორგანიზაციას, მშენებლობა არ მესმის, არ ვიცი რას მივაქციო ყურადღება, რა შეცდომას მივაქციო ყურადღება, სად შეიძლება გამივარდეს ხარჯი, სად შეიძლება შევწდე და ვერ დავინახო მშენებლის შეცდომა. აი ზუსტად ამ ყველაფრის გასანულებლად, ასე ვთქვათ, და თავის დაზღვევისთვის არსებობს სამშენებლო კონსალტინგი და სამშენებლო საზედამხედველო ორგანიზაცია. ანუ ეს არის პროფესიონალი პირი, რომელიც არის თქვენი თვალები თქვენს ობიექტზე. შეცდომების შეჩერება, ანუ შეცდომის მალევე გამოვლინება. ეს დაზოგავს პირველ რიგში თქვენს დროს, დაზოგავს თქვენს ხარჯებს და თქვენს ენერგიას. ანუ როგორ ხდება მუშაობა? პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენ მიწის ნაკვეთის არჩევაში, პროექტირებაში, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, თუ როგორი პროექტი უნდა გააკეთოთ, რომ არ გადაიხადოთ ზედმეტი ხარჯი. იმ ხალხისთვის, ვისაც უკვე აქვს პროექტი და აპირებს მშენებლობის დაწყებას, ანუ მშენებელთან გასაუბრება, მშენებლის გამოცდილების გარკვევა, რა გამოცდილება აქვს ამ მშენებელს, ესმის, არ ესმის საგანი. პლუს სამშენებლო პროექტში უშუალო მონაწილეობა, ანუ ფარული სამუშაოების შემოწმება. რას ნიშნავს ფარული სამუშაოები, როგორ არის აპალობკა შეკრული, როგორ არის არმირება გაკეთებული, შეესაბამება თუ არა საპროექტო დოკუმენტაციას ფაქტიურად გაკეთებული არმირება, ასევე მასალის ხარისხის შემოწმება. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი სრულ სამშენებლო პროცესში, რადგან თავიდან ავირიდოთ შეცდომები და ზედმეტი ხარჯები. რაც შეეხება ამ სამშენებლო კონსალტინგს და სამშენებლო საზედამხედველო ორგანიზაციას, ეს ჯდება ბევრად იაფი, ვიდრე პრარაბის ობიექტზე აყვანა და გაძლევთ ბევრად მეც, ვიდრე პრარაბი ობიექტზე, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამშენებლო ზედამხედველი არის თქვენი თვალები თქვენს ობიექტზე. დაგვიკავშირდით, გავისაუბროთ და უფრო ღრმად აგიხსნით სამშენებლო კონსალტინგის სერვისზე და ჩვენს კონსულტაციებზე.